სიარულის დროს ტკივათ? კი. სიარულის დროს ტკივათ? ჯოხებს თუ გავუშვებ კი და ჯოხებითაც რო დავდივარ ტეხავს. ესე იგი ტკივილი ახლა ამჟამად აემცას ტკივილი არის? აი უცას ტკივილი როგორი ძალიან უმნიშვნელო. აბა ამოიშვით გაახილეთ თვალები. შარვალი აიწეთ და ადიხით და გაიარეთ. მიდის? კი. დიდი მადლობა, კარგად ზამთრობ. კარგად ზამთრობთ. გამარჯობათ. როგორ ახალ? გამარჯობათ, აღარ მოხვედით? არა, ყავარჯნების გუშინაც არ მიხმარე არსებიც. ესე გუშინს მერე ის ყავარჯნები გადაყარეთ და ხართ კარგად, ხო? ტკივილები დამრჩა, მაგრამ როგორც ისეთი სიარული შემიძლია. აბა გაიარეთ, გამოიარეთ. დიხართ, მაგრამ ტკივილები ორნავ არის, ხო? კი. ნუ რაც თავარი, ახლა ისეთი ტკივილები აღარ არის, რომ ყავარჯნები აიღოთ, ხო ხერხი? კი, ეგ ნამდვილად. ძალიან კარგი, ახლა გავაგრძელოთ. მანქანაზე დავჭიქ. მანქანა თქვენთან მოხვედით მანქანა? ჩემი მანქანა. ადასარევ ეს ერთ სიანში, ხო? კი, ერთ სიანში. ძალიან კარგი. ავადო, ჩაჯდა მანქანაში. რა ქოქა? წავიდა. აი გუშინ ყავარჯნებით რომ ძლივ დადიოდი. გესაუბრებათ ყველასათვის საყვარელი მსახიობი ბატონი რამაზ ჩხიკვაძე. აი დამეტაკა მე ეს რადიკული თითო არის რა უბედურებაა ესა. ასე ძიმე მდგომარეობაში ჩავარდი ასე ვთქვა. და მირჩიეს თქვენთან მოსვლა. იმ ხალხმა ვინც ასე ვთქვათ განიკურნა თქვენთან. მეც მოვედი. მე გამიკვირდა ძალიან ის რომ თქვენ მითხარით რომ ესე იგი ორი სამი თუ ერთი ორი სეანსის შემდეგ თქვენ გაუარესება შეიძლება გქონდეთ და საშინელი გაუარესება მქონდა ესეთი რომ ლოგინა ჩავარდა რეაქცია იყო და გაუარესდა ეს ჩემი დამატყოფობა და ორი დღე ესე იგი ვერ გამიძერი მაგრამ თქვენ მითხარით რომ მეოთხე სეანსის შემდეგ უკვე ეს უნდა მოგეშვათ და უნდა წავიდეთ ასე ვთქვათ სიკეთისაკენ ასეც მოხდა ზუსტად ასე მოხდა რომ მე აი მეოთხე სეანსის შემდეგ უკვე თელზე წამოვდექი და გავიმართე წელში და უკვე ვთქვათ ნორმალური ცხოვრება შემიძლია. დღეს ჩვენ დავამთავრეთ ახლა ეს კურნალობა და მე მადლობელი ვარ თქვენი რომ აი ასე კარგად იმოქმედა თქვენმა ზეგავლენამ ჩემს და ვიტყოდი რომ ეს ალბათ ღმერთისგან მონაწილეული ძალა არის რომ ადამიანს აქვს რაღაც ესეთი ენერგია რითიც ასე ვთქვათ კურნავს სხვადასხვა დაავადებებს ეს სიკეთეა ის მე გახლავართ ექიმი თინა კანამაძე. ვიყავ ძალიან აგზნებული, პერიოდულად აგზნება გადადიოდა ღრმა დეპრესიაში, იმდენად შემაწუხებელი, რომ ოჯახის წევრებისთვისაც უკვე ვიყავი, აი ძალიან უარყოფითი ემოციის მიმცემი, მქონდა უძილობა, აი ძალიან დილით ვიღვიძებდი საოცრად დაღლილი, კოშმარებით, სულ უარყოფითი სტრესის ქვეშ. მედიკამენტებს საერთოდ ვერ ვღებულობ, ჩემი ორგანიზმი მედიკამენტებს ვერ ღებულობს.
აი თქვენი სეანსის პირველი სეანსის შემდეგ აი დამეწყო ვერა გიხსნით, აი თითქოს თავისუფლება, სულ თქვა უფრო თავისუფალი განწყობა შემეცვალა, ხასიათი მომემატა, სიხალისე, აი ირგვლივ გრძნობ დადებით ემოციებს და რაც თავარია ოჯახის წევრებისთვის ვარ უფრო დადებითი მომტანი. ყოველი სეანსის შემდეგ ვგრძნობ საოცრად დადებით ბიოველს. აი დადებით მოხდს. პირველი დიდი ქათინაური რაც მითხრეს, ეს არის ჩემმა შვილმა, რომ დედკო დავისვენე თქვენგანო. მე ძალიან მწუხარ, რომ ადრე არ მოვედი თქვენთან ბატონო თამას, გამეგო თქვენ შესახებ, ვიცოდე თქვენი სეანსების შესახებ, მე თვითონ ექიმი ვარ. თქვენი მკურნალობა ეს არის 21 საუკუნის მკურნალობა, რომელსაც ხალხი ალბათ თანდათან შემდგომში უფრო მეტად გაიგებს.